მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, დღეს 18 მაისია, ორშაბათი და ტრადიციულად ჩვენ ვიწყებთ ჩვენს თეატრალურ ორშაბათს. ერთი თვის წინ ჩვენ თეატრალურ ორშაბათში ვისაუბრეთ არაჩვეულებრივ მსახიობზე თამარ თვალიაშვილზე, რომელსაც 120 წელი შეუსრულდა. ასევე 120 წელი შეუსრულდებოდა ხვალ ჩვენი თეატრის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ არტისტ მერი ერგნელს. ეს მსახიობი თამარ თვალიაშვილთან ერთად დამაარსებელთაგანია მოზარდ მაყურებელთა თეატრისა. რო არ გამოგვივიდეს დაშორება კოლეგების, რომლებიც ერთად მოვიდნენ ამ თეატრში, ჩვენ აუცილებლად უნდა შევკრათ წრე და ვახსენოთ შესანიშნავი გოგუცა კუპრაშვილი, რომელიც ამ საერთო სამეულში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახლდათ. გოგუცა კუპრაშვილის, მერი ერგნელისა და თამარ თვალიაშვილის სამეულმა შორს გაუთქვა სახელი მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრს. ისინი მუშაობდნენ როგორც ტრავესტის ამპლუაში, ისე თამაშობდნენ არაჩვეულებრივ ქალბატონებს. ტრავესტის ამპლუაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქალბატონი გოგუცა, თუმცა არც მერი ერგნელი და არც თამარ თვალიაშვილი არ თაკილობდნენ პატარა ბიჭუნებისა თუ გოგონების თამაშს. შემდეგ მოხდა ისე, რომ ალექსანდრე თაყაიშვილმა გადაწყვიტა რომეო და ჯულიეტას დადგმა და ჯულიეტას როლი შესთავაზა სწორედ ტრავესტის შესანიშნავ შემსრულებელს გოგუცა კუპრაშვილს. გოგუცა კუპრაშვილი თავის მოგონებებში იგონებს, რომ იმდენად გამეცინაო, როდესაც ეს შეთავაზება მივიღეო, რომ თავიდან მეგონა მეხუმრებოდაო სამხატვრო ხელმძღვანელი. ხოლო შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ ეს სიმართლესთან იყო ახლოს, მე უთხარიო დაგიწერ განცხადებას და წავალ თეატრიდან. მე ჯულიეტა არა ვარ. შემდეგ თამარ თვალიაშვილი აიყვანეს ჯულიეტას როლზე, ქალბატონი კაპულეტის როლზე ქალბატონი მერი ერგნელი, ხოლო გოგუცა კუპრაშვილმა შესანიშნავად ითამაშა ძიძის როლი. როდესაც მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლის შესრულდა, ეს იყო 2018 წელს, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დააწესა გოგუცა კუპრაშვილის სახელობის ჯილდო და სამმა მსახიობმა მიიღო პირველად ეს ჯილდო. ამის შემდგომ სხვადასხვა თეატრის მსახიობებს ჰქონდათ პატივი გამხდარიყვნენ გოგუცა კუპრაშვილის ჯილდოს მფლობელები. დღეს კი ჩვენ შევხვდეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებს, რომლებმაც პირველებმა დაიმსახურეს გოგუცა კუპრაშვილის ჯილდო. ქართულ თეატრის ისტორიაში არის რამდენიმე როლი, რომელიც თითქოს მისაკუთრებულია ამა თუ იმ მსახიობის მიერ და შემდეგ რეჟისორებიც და მსახიობებიც უფრთხიან ამ როლის შესრულებას. ალბათ ერთ-ერთი ასეთი როლი იყო ვახუშტი გიორგი ნახუცრიშვილის ნაცარქექიაში, რომელიც პირველად დაიდგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ბორის გამრეკელმა დადგა და ვახუშტის თამაშობდა გოგუცა კუპრაშვილი. ამის შემდეგ ბევრი ვახუშტი ყოფილა ქართული თეატრის ისტორიაში და ეს როლი მოვიდა შენამდე ჩემო მაიკო და მე ახლა ჩემი სპექტაკლია და ცოტა მიჭირს, მაგრამ ამას მე ჩემ თავს ნაკლებად გაბრალებ შენ. ნამდვილად, აი ჩემს რეალობაში მოხდა ისეთი ფაქტი, რომ სპეციალურად მოდიოდნენ ვახუშტის სცენის სანახავად. არა ერთი და ორი, არ მინდა ახლა სახელების თქვა, ცნობილი ადამიანებიც დარეკავდნენ მაია თამაშობს დღეს, რომელზე იწყებთ
და მოდიოდნენ იცოდნენ რომ მეორე სურათი იყო ვახუშტის სურათი. მოხდა ისე რომ თეატრალურმა საზოგადოებამ დააწესა გოგუცა კუბრაშვილის სახელობის ჯილდო და აი პირველ ლაურეატთა შორის აღმოჩნდი შენ და დღეს აგერ მკერდს გიშვენებს სწორედ გოგუცა კუბრაშვილის ჯილდო. მოდი გავიხსენოთ როგორი იყო ვახუშტიზე მუშაობა და რა პასუხისმგებლობა იყო, როდესაც ესეთი პოპულარული პერსონაჟი შემოვიდა შენ ცხოვრებაში. რამდენი წლის წინ დაიდგა? 12-ის. 12 წლის წინ იყო ეს ყველაფერი. ნამდვილად მუშაობის პროცესი ესე ზედმიწევნით ახლა ვერ ვიხსენებ, მაგრამ იყო ძალიან მახსოვს, რომ ძალიან მხიარული, ჩემთვის ძალიან ესეთი გამოცდილება იყო. თან გოგუცას მერე ამ როლის თამაში, თან კიდე მოზარდ მაყურებელთა თეატრში ეს კიდევ ცალკე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვფიქრობ, რომ მე თვითონ ძალიან მსიამოვნებდა ამ როლის თამაში. ძალიან და რა ვიცი, კარგად მახსენდება ეს და პერიოდი. მაყურებლისგანაც იყო ძალიან დიდი მაყურებლისგანაც იყო კი. დიდი შემართება, ასე დიდი ვთქვათ. შემართება, კი. სხვა შორის აი რამდენი წელი გასულა და ხვდებიან ადამიანები და კიდე თამაშობ ვახუშტის მეკითხებიანან. ხა რა დროს შემივახუშტია. უკანასკნელად სწორედ იმ საღამოზე მოგვიწია ჩვენ ამ დიდი ეპიზოდის თამაშმა, სადაც თქვენ მერე დაჯილდოვდით, უბრალოდ თქვენ არ იცოდით ამის შესახებ და ერთი კი გამიპროტესტე, მახსოვს რაღაცა დროს ვახუშტი არა, ერთხელაც იუბილეს ერთხელაც ითამაშეო, ხო და იუბილეზეო და ნუ ხო ესეთი სიურპრიზი იყო და ძალიან რა ვიცი, ნუ აი ამ ჯილდოს მიღება ამ პრიზ რაც ქვია. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. უნდა გავიხსენო ახლა ერთი ფაქტი, მოკლედ ბავშვობიდან სულ ერთ მეზობელი ხალი ყავს არაჩვეულებრივი ნანული რუხაია და შენ პატარა გოგუცა ხარ მეძახდა და ნუ არ ვიცოდი ვინ იყო გოგუცა. ხა იმას აქში ვიყავი რომ არ ვიცოდი ვინ იყო გოგუცა. ხო და დაი რომ მივიღე ეს ჯილდო და ნანული ვიგრე შენ გიძღვნე ამას თქო. ხო რა ვიცი, ძალიან სასიხარულოა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დღემდე აი ამ ჯილდოს ტარება ჩემთვის, იმიტომ რომ ეს თეატრი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი თეატრი, ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრ სხვა თეატრებში მიწევს მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, ჩემი ძირითადი თეატრი ეს არის და ჩემი ძალიან დიდი ნაწილი ჩემი სიყვარულის არის ამ თეატრში. და ნუ ვახუშტის როლმა კიდევ უფრო მეტად გამოიწვია ეს ჩემი რაღაცნაირი დაახლოება ამ თეატრთან, იმიტომ რომ ვახუშტი სწორედ ის როლია, ალბათ ყველასთვის საოცნებო როგორ თქვა ახლა, ძალიან დიდი გამოცდილებაა, როცა ქალი, გოგონა თამაშობს ბიჭს. მე მქონდა ერთი ესეთი შემთხვევა ვახუშტის მერე, ერთ-ერთ როლზე, ისეთ, ნუ დავასახელებ, ცუნცი იყო, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ შემეშინდა მართლა რაღაცნაირად თან რაღაცა პერიოდიც დამემთხვა, რომ არ მეცალა, მაგრამ აი გულის სიღრმეში მივხვდი, რომ ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვერ გადავდგე ეს ნაბიჯი. და დავრჩი მაინც ვახუშტის ერთ გული, იმიტომ რომ ის კიდევ ცოტა მე ხა მახსენდება იგივე შენ დამოკიდებულება, როდესაც გიწევს ცხოველის თუ ფრინველის თამაში და ესეთი რამ ამ თეატრში ხშირია და მე ასევე გადასარევად მახსენდება, როდესაც თამაშობდით ხას ხუთგუნჯულაში და იქაც იყო ძალიან საინტერესო მიგნებები, აქტიორულ მიგნებებს გულისხმობ და მე გილოცავ იმას, რომ სულ ახლახანს ჩვენ თეატრის რეპერტუარში შედგა განძის კუნძულის პრემიერა და შენი ნამუშევრით და შენი ნათამაშებით თუთიყუშით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვი იმას, რომ არ არსებობს დიდი და პატარა როლი და რომ ნებისმიერ როლში, ნებისმიერ ეპიზოდში შეიძლება არტისტი იყოს არტისტი.
რა თქმა უნდა და ეს თეატრი იძლევა სწორედ აი ამ შესაძლებლობებს, რისთვისაც მე ძალიან ბედნიერი ვარ. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, რომ აი ხა კიდე ვითამაშე თხა, ვითამაშე ვახუშტი, ეხლა კიდევ თუთიყუში. ჩემთვის აი მართლა გულწრფელად ვამბობ. იმდენად გასახარი იყო ეს ამბავი. ეხლა ვიღაცა შეიძლება აი თუთიყუ აი არ მას ლაპარაკობთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო კიდევ ერთი და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ეს არის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოზარდი ბავშვი გავახალისოთ და რაღაცნაირად დადებითი ემოციით გავუშვათ აქედან და ვფიქრობ, რომ ჩვენს თეატრში სწორედ არიან ისეთი არტისტები, ვინც ამას ახერხებენ და ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. მე ჩვენი საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ მაია ხორნაულის ნახვა ძალიან ბევრ თეატრალურ სივრცეში შეგიძლიათ, მაგრამ თუ ის გინდათ ნახოთ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მობრძანდით სპექტაკლებზე განძის კუნძული და ჭორიკა და ქალები, ეს ორი წარმოდგენა გვაქვს ჯერჯერობით, მაუს მონაწილეობით რეპერტუარში, თუმცა მომავალ სეზონში ჩვენ კიდევ ახალ სიახლეებს მოგაწოდებთ. წელს თეატრის იუბილეზე იყო სიურპრიზი ის, რომ თეატრალურმა საზოგადოებამ დააწესა გოგუცა კუპრაშვილის სახელობის ჯილდო და იმ სამ ლაურეატთა შორის ერთ-ერთი იყავი შენ და პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ ეს ჯილდო მოგენიჭა ძიძის როლის შესრულებისათვის უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტაში. თავისთავად ერთ-ერთი პირველი ძიძა ქართულ თეატრში იყო სწორედ ქალბატონი გოგუცა კუპრაშვილი, შემდგომ უკვე სესილია თაყაიშვილი, შემდეგ უკვე გენრიეტა ლეჟავა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივი მსახიობების თანავარსკვლავედი თამაშობდა ამ როლს და უცებ შენ მიიღე სპექტაკლში ამ შესრულებული როლისთვის პირველი შემსრულებლის და ამ თეატრის ნამდვილი ვარსკვლავის სახელობის ჯილდო. თავისთავად მე მახსოვ შენი ემოცია სცენაზე, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად გასაიდუმლოებული, როგორი შეგრძნება იყო ის, როდესაც თუნდაც მოზარდში ოცნებობდი 1000 სხვადასხვა ცხოველის თამაშს და უცებ მიიღე შექსპირის ძიძა. საოცნებო ჩემთვის სხვათა შორის. ხო, აი ყველა მსახიობს ხო აქვს თავისი საოცნებო როლი. მადლიერებით მინდა დავიწყო. მადლიერება მინდა გამოვხატო შენს მიმართ. აუცილებლად. იმას, რასაც შენ აკეთებ. არა მარტო მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის, ზოგადად ქართული თეატრისთვის. როგორ უშურველად, როგორ თავდადებით, როგორი დიდი პატივისცემით, როგორი სიყვარული. გამაწითლებენ. უანგაროდ, უნდა გითხრას ეს დიმა ვიღაცამ შენ აუზღვა. როგორი თავი გაქვს გადადებული, ასე ვთქვათ, აი ესეთი ფენომენისთვის, როგორიც არის ქართული თეატრი და მადლობას გიხდი. დიდი მადლობა, მაგრამ მე მირჩევია რომ ვისაუბროთ. ეხლა რაც შეეხება ამ ჩემს ჯილდოს, შენ იცი კარგად ჩემი დამოუკიდებულება, ასე ვთქვათ, ჩინ მენდლევის მიმართ და იცი რა, ძალიან ისეთი პატივით მივიღე ეს ჯილდო. იმიტომ რომ გოგუცა კუპრაშვილი ერთ-ერთი ისეთი დიდი მოვლენაა ქართული თეატრის ისტორიაში, სხვათა შორის და თანაბრად შეიძლება დაუდგეს ისეთ დიდ მსახიობებს, როგორიც არის ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვათა შორის თეატრის ისტორიაში შემორჩა ის ამბავი, რომ გოგუცა კუპრაშვილი როცა 50 წლის გახდა, იუბილე გაუმართეს რუსთაველის თეატრში და მიყავდა ვერიკო ანჯაფარიძეს. ეს იყო პირდაპირ დამოკიდებულება აი ამ მსახიობთა და ქართული თეატრალური საზოგადოების
ჩვენ თეატრის მიმართაც და უშუალოდ ქალბატონ გოგუცას მიმართ. მოვლენა იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, მას წინამორბედი არ ყოლია, ხო, ისეთი აი ვინც ასრულა, ხო? იყო აი მართლა მე არ სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი და არ არსებობს სამწუხაროდ. არქივი რატო ვერაფრით ვერ ხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა წავიდა მაინც ახალგაზრდა თეატრიდან 54 წლის იყო, ხო, თეატრიდან რომ წავიდა. აი რატომ არ არის ეს მისი არქივი? არის პატარა ქრონიკებში, სურამის ციხიდან არის რაღაც კადრები, თუმცა, აი ესეთი ვაღუშტი და ეს ცნობილი, მაგრამ თვითონ იმ ფოტო არქივი რაც არსებობს, რამ ხელა, რამ მოდის იმ ფოტოებიდან. მე ხა მინდა მაყურებელს ვაუწყო ის ამბავი, რომ ახდა თქვენი დიდი ხნის ოცნება და პირველად მიუხედავად იმისა, უკვე ამდენი წელია ამ თეატრში ხარ, გიწევს ფრინველის თამაში. სულ იხვეწებოდი რა არის, მოზარდში ვარ და ერთ ცხოველიან ფრინველი მათამაშებდო და ეხლა თქვენ ითამაშებთ მის უდიდებულესობა დიდ ბატს. ხო და აი სეზონის ბოლოს მე ვეთყვი მაყურებელს, რომ თქვენ გიხილავენ უკვე ახალ სპექტაკლში, ახალ ამპლუაში და ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ 100 წლის თავამდე კიდევ რაღაც სიახლეები მოგვერის. მადლობა შენ ჩემი სურვილი რო ასრულე და ჩემი ოცნება აღთინე. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ ამისთვის. გოგუცა კუპრაშვილის სახელობის ჯილდოს მესამე ლაურეატი გახლავთ ჩვენი თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი ნათელა პაატაშვილი, რომელმაც განაგრძო ტრავესტის ამპლუაში გოგუცა კუპრაშვილის დაწყებული გზა და ჩვენ უახლოეს თეატრალურ შაბათში ქალბატონ ნათელას ცალკე შევხვდებით და ვისაუბრებთ მის შემოქმედებით გავლილ გზაზე. დღეისათვის სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ორშაბათს 25 მაისს.